ლაზანია. წვნიანი, ხორციანი, გაწელილი ყველით. 100% იტალიური შედევრია, არა? და რა მოხდება თუ გეტყვით, რომ მის სამშობლოზე პრეტენზიას ინგლისი აცხადებს? დიახ, ბრიტანელებმა 1390 წლის ძველ კულინარიულ წიგნში იპოვეს რეცეპტი ლუზეინს, პასტის ფენები ყველით. ისინი ამტკიცებენ, რომ მათი რეცეპტი ერთ-ერთი უძველესია, მაგრამ სინამდვილეში იტალიელებმაც და ინგლისელებმაც ეს იდეა სავარაუდოდ რომაელებისგან ისესხეს. რომაელებმა კი ძველი ბერძნებისგან, რომლებიც ამზადებდნენ ცომის ბრტყელ ფირფიტებს, ლაგანო. და აი მთავარი საიდუმლო. რომაელებთან სიტყვა ლასანო თავად კერძ კი არა, არამედ ქოთანს ნიშნავდა, რომელშიც მას ამზადებდნენ. ასე რომ ლაზანია თავდაპირველად ქვაბის სახელი იყო. მაგრამ მოიცათ. ყველა ეს უძველესი ვერსია თეთრი იყო. მათში პომიდორი არ იყო. პომიდორი იტალიაში ამერიკიდან მხოლოდ 1500-იან წლებში მოხვდა. ლაზანიაში კი მას კიდევ ასობით წელი არ იყენებდნენ. და მაშინაც კი როცა პომიდორი გამოჩნდა, იტალია გაიყო. ბოლონიაში მოიგონეს ლაზანია ხორცის რაგუთი და ბეშამელით. ნეაპოლში კი აკეთებენ თავისას, საკარნავალოს, რიკოტათი, პატარა გუფთებით და მოხარშული კვერცხით.